გამარჯობა, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ფილარმონიასთან, საიდანაც ცოტა ხნის წინ დაიწყო ქალების მარში. ქალები რეჟიმის წინააღმდეგ, ასე ქვია, მსვლელობას, რომელიც დღეს 8 საათზე დაანონსდა. ქალები რეჟიმის წინააღმდეგ. მოგესალმებათ გუშინ აქციაზე დააკავეს ელენა ხოშტარია, მასთან ერთად ასევე ორი ახალგაზრდა ქალი დააკავეს, რომელმაც გაშალეს ბანერი პარლამენტის ტროტუარზე წარწერით „ანწუხანიძე უკვდავია“. მოგვიანებით ელენა ხოშტარია დააკავეს პარლამენტთან. ახლა სამივე ქალი თავისუფალია, თუმცა მოქალაქეები ამას სწორედ იმ ხალხს უწინიან, რომლებიც იწინააღმდეგებას იწვევენ სისტემას, იმ ძალადობას, რომელსაც რეჟიმი ცდილობს, რომ გამოიყენოს როგორც წნეხის იარაღი, როგორც შიშის იარაღი მათ დასაშინებლად. ახლა რეჟიმის პატიმრობის სახელებს იხსენებენ და იმეორებენ მოქალაქეები. ცხადია, ამ მარშის მთავარი მოთხოვნაც არის უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების შენიშვნა. დღეს არის უწყვეტი პროტესტის 122 დღე. პარალელურად საპროტესტო აქცია იმართება პროტესტის უცხოელ ლოკაციასთან, რომელიც არის პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია რუსთაველის გამზირზე. ასევე აქცია იმართება საზოგადოებრივი მალწვების შენობასთანაც, სადაც მოქალაქეები 13 იანვრიდან უწყვეტად ყოველდღე იკრიბებიან და აწყობენ სახალხო დისკუსიებს, ვინაიდან მათ სახალხო ეთერი ვერ მიიღეს მალწვების ადმინისტრაციისგან. ელენა ხოშტარიას დაკავებას გამოეხმაურა არაერთი ევროპარლამენტარი, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, ასევე social X-ზე გამოაქვეყნა პოსტი ჯო ვილსონმაც. ყველა თითოეული მათგანი მოუწოდებდა ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ გაითავისუფლებინა ელენა ხოშტარია და რომ ისინი არ ეგუებიან და დაუშვებლად და არა ადამიანურად მიაჩნიათ ყველა ის ღირსება შემლახველი ქმედება, რომელსაც ხელისუფლება იყენებს აქციის მონაწილეების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, ოპოზიციონერების წინააღმდეგ. ასევე დღეს ფოტოჟურნალისტებმა და დოკუმენტალისტებმა გამოაქვეყნეს განცხადება, რომელთაც ისინი ეხმიანებიან World Press ფოტოს წლის გამარჯვებულის ტიტულის ნომინანტს, რომელიც არის რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული სააგენტოს წარმომადგენელი. ისინი ამბობენ, რომ კრემლის ნარატივების მომხრე ფოტოგრაფის დაჯილდოება ანტირუსული აქციების გაშუქებისთვის არა მხოლოდ სადაო და წინააღმდეგობრივი, არამედ პირდაპირი შეურაცხყოფა არის ეს ყველა იმ პროტესტის და მოწოდების, რომელიც ამ აქციებზე შერდება.
დღეს ასევე გაიმართა ჭიათურაში მორიგი საპროტესტო აქცია მაღაროელებისა. სადაც გამოეხმაურნენ შალვა პაპუაშვილის განცხადებას გუშინდელ ინტერვიუში, რომელიც მაუწყებელთან გააკეთა შალვა პაპუაშვილმა. მან თქვა, რომ ერთადერთი თუ კი ვინმე ზრუნავს თითოეული მაღაროელის და მეშახტის კეთილდღეობაზე, ეს არის საქართველოს ხელისუფლება. სწორედ მის ამ გამოსვლას და განცხადებას გამოეხმაურა ერთ-ერთი მაღაროელი ჭიათურაში მიმდინარე აქციაზე და მან თქვა, რომ ერთია ის თუ რას ამბობდა, მეორეა ის თუ რას აკეთებდა. არაფრის მომცემი არ არის ეს ფუჭის სიტყვები და ეს მხოლოდ ერთ რაღაცაზე მიუთითებს მისივე თქმით, იმაზე რომ შენ ხარ მოღალატე, შენი ხალხის და შენი ქვეყნის. ასევე მაღაროელებმა დღევანდელ აქციაზე გააკეთეს განცხადება, რომ თუ კი არ დაკმაყოფილდებოდა მათი მოთხოვნები, ისინი ორშაბათიდან თავენ შვილებს აღარ გაუშვებდნენ სკოლებში. გუშინდელ დროებით კომისიაზე, თეთრ-ოკეანის დროებით კომისიაზე განიხილებოდა 2008 წლის ომი, ამიტომ ამის გამო მოწვეული იყვნენ გენერლები. სწორედ ამას მოყვა პროტესტი მოქალაქეთა მხრიდან. მათი თქმით, მოქალაქეების თქმით, რუსეთთან ომის გამო ქართულ გენერლებს არ უნდა ადანაშაულებდნენ. ამის გამო შეიკრიბდნენ პარლამენტის უკანა შესასვლელთან 4 საათისთვის მოქალაქეები. მოგვიანებით მათ გადაინაცვლეს პარლამენტის გვერდით შესასვლელისკენ. ასევე ადგილზე მალევე გამოჩნდა გოგა ხაინდრავა, რომლის გამოჩენასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა. ასევე გოგამ ხაინდრავამ შუათითი უჩვენა აქციის მონაწილეებს. მოგვიანებით სიტუაცია შედარებით დაიძაბა, ვინაიდან გვერდითა შესასვლელისკენ როდესაც ჩავიდნენ მოქალაქეები, პოლიცია მათ უზღუდავდა პარლამენტის მხარეს არსებული ტროტუარის დაკავებას, ასევე გზაზე გადასვლას. სწორედ ამის შემდეგ ორი მოქალაქე გოგონა გადავიდა პარლამენტის მხარეს და გაშალეს ბანერი წარწერით „ანწუხელიძე უკვდავია“. სწორედ ამის გამო ისინი დააკავა პოლიციამ. მოგვიანებით დღის ბოლოს ორი მათგანი გაათავისუფლეს. მას შემდეგ კიდევ რამდენიმე მოქალაქე დააკავეს აქციაზე, თუმცა მათი ვინაობა ზუსტად ცნობილი არ არის, რამდენადაც ვიცი. საათიდან პარლამენტის შენობასთან სადაც აპროტესტებდნენ ქართულობის მნიშვნელობას აგვისტოს ომის თანხმობის გარშემო. ახლა მოქალაქეები ფრაზებით მიუყვებიან ცვლილობას, რომელიც პრაქტიკულად იქცა ამ პროტესტის ჰიმნად. ამ მოწოდებაში ისინი აჟღერებენ ყველა იმ მოთხოვნას, რომელიც აი ამ ბოლო 5-4 თვის განმავლობაში აქვთ. ეს პირველი არის, რა თქმა უნდა, ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა და უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლება. შემდეგ კი ყველა ის სოციალური საკითხი და პრობლემა, რომელიც დღის წესრიგში დგას ქვეყნის.
ასევე მარგუს საკნამ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ის ამბობს, რომ კალინში მასთან შესანიშნავი შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ზადი შეშფოთებით აკვირდებიან იმას, როგორ უთხრის ძირს ქართული ოცნება დემოკრატიას და არღოს ადამიანების უფლებებს საქართველოში. ესტონეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს დემოკრატიულ ძალებს და აგრძელებს თქვენს გვერდში დგომას, ის წერს ის social X-ზე. მოგახსენებათ, რომ ესტონეთი იმ ქვეყნების რიგშია, რომელთაც დაასანქცირეს ქართული ოცნების დეპუტატები და მათთან აფილირებული პირები. ასევე შეგახსენებთ, რომ 31 მარტს არის ფართომასშტაბიანი აქცია დაგეგმილი, სადაც ასევე სიტყვით გამოვა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ასევე სხვადასხვა პოლიტიკური პარტია აქვეყნებს განცხადებას, რომ ისინი საოცრებოდ იქნებიან ამ აქციის მონაწილეები. მათ შორის არის ფედერალისტების პარტიაც. ახლა სანახევროდ არის გადაკეტილი რუსთაველის გამზირი. მოძრაობა შეზღუდული არის ერთი მიმართულებით, თუმცა მეორე მიმართულებით ზაგახსნილი არის. მე დაგემშვიდობებით და შეხვდებით მოგვიანებით.